როგორც ხედავ, ახლა შანიძის ქუჩაზე რამდენიმე წერტილია, რომელიც გადაკეტილია სამართალდამცველების მიერ. ჩვენს უკან ახლა არის პირველი ლოკაცია და მეორე ლოკაცია, რომელიც გადაკეტეს სამართალდამცველებმა სულ რამდენიმე წუთის წინ, ჩვენ თვალწინ. აქ არის ორი ავტომობილი, თქვენ სავარაუდოდ კადრში ხედავთ ახლა თეთრ პრიუს, რომელსაც აქვს რამდენიმე ნატყვიარები, ცოტა მოგვიანებით, სადაც დგას საპატრულო ეკიპაჟი, ციმციმა, საიდანაც მოდის, იქ დგას კიდევ ერთი ავტომობილი და ჩვენ სავარაუდოდ ამ კადრებს უკვე ჩვენი მაყურებელი პირდაპირ ეთერში ხედავს, რამდენიმე წუთის წინ გადმოვაგორეთ. იქ არის წითელი ტოიოტა, ასევე ტოიოტას მარკის ავტომობილი, რომელსაც რამდენიმე ნატყვიარები აქვს უკანა საქარე მინაზე. ჩვენ ეს პერიმეტრის რამდენიმე წუთის წინ დაგვეტოვებინეს სამართალდამცველებმა, იქ ფაქტიურად აღარ გვეძლევა მუშაობის შესაძლებლობა. ეს არის შანიძის ქუჩის ქვედა მხარე. ანუ მე ახლა გაჩვენებთ იმ ადგილს, სავარაუდოდ საიდანაც დაიწყო კონფლიქტი. ბიჭიკ, წამოვიდეთ მეორე მხარეს, ეს არის ზედა მხარე, შანიძის ვიკა. აქ უკვე არიან მობილიზებული, რა თქმა უნდა, არაერთი ეკიპაჟი, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. აქ არის ობიექტი, კაფე-ბარი, სადაც სავარაუდოდ ჩვენი ინფორმაციით დაიწყო კონფლიქტი. კონფლიქტი დაიწყო ამ პერიმეტრზე. შესაბამისად, ეს არის მესამე წერტილი, რომელიც გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს. აქ მუშაობენ უკვე 1 საათის განმავლობაში და ასევე ჩვენი ინფორმაციით აქ მომხდარი ჩხუბის შედეგად დაიწყო დევნა ახალგაზრდა მამაკაცებზე. ორი ახალგაზრდა მამაკაცი შანიძის ზედა მხრიდან 27-26-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ეშვება დაბლა გარბის ქვედა მხარეს. უკვე ეს არის მელიქიშვილის მიმართულება, რა დროსაც ხდება გასროლა, არაერთი გასროლა, როგორც ადგილობრივები ამბობენ ჩვენთან საუბარში და ჩვენი ინფორმაციით ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი არის დაჭრილი ვიკა. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ჩვენ სარწმუნოდ შეგვიძლია გითხრათ თქვენ. სამივე პირი გადაყვანილი არის ჩემი ინფორმაციით მე-9 საავადმყოფოში, მათ უტარდებათ შესაბამისი კვლევები. მამაკაცებს რაც შეეხება, ახალგაზრდა მამაკაცებს, ეს დაახლოებით მათი ასაკი არის 18-19 წელი. ერთი მათგანი დაჭრილი იყო მხრის არეში, მეორე ადამიანი დაჭრილი იყო ხელის არეში. ცეცხლსასროლი იარაღით ვიმეორებ, იმიტომ რომ ის კადრები, რომელსაც ახლა სავარაუდოდ მაყურებელი პირდაპირ ეთერში ხედავს, ეს არის ცეცხლსასროლი იარაღის კვალი. ორი მანქანა, ტოიოტას ფირმის თეთრი და წითელი არის ჩაცხრილული. ორი ადამიანი, მამაკაცი, როგორც გითხარით, ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონი, რომლის ასაკსაც ჩვენ ვადგენთ, არის დაჭრილი და გადაყვანილები არიან შესაბამის სამედიცინო ცენტრში. კრიმინალური პოლიცია ყველა აქ ადგილზეა, გადაკეტილი არის მთელი შანიძე, მხოლოდ ბარნოვის ქუჩა არის გახსნილი. მოძრაობა ფაქტიურად შესაძლებელია მხოლოდ ამ ქუჩაზე, შანიძე მთლიანად სიგრძეში გადაკეტილია ქვემოთაც და ზემოთაც. სამი ლოკაცია არის, სამივეზე მუშაობენ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და ჩვენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილი ქალი იყო გამვლელი, რომელსაც ბრმატყვია მოხდა. რა ვიცით ამის შესახებ? თუ შეგიძლია, რომ დაადასტურო ეს? დიახ, მეც მსგავსი ინფორმაცია ვიცი, რაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ გამვლელი ქალბატონი იყო, რომელიც არის ახლა დაჭრილი, მხოლოდ და მხოლოდ გამვლელი იყო, რომელიც სავარაუდოდ იყო თვითმხილველი და სავარაუდოდ შეესწრო ამ სისხლიან გარჩევას, დაპირისპირებას. ასევე გესაუბრებოდით იმაზე, რომ ზილიკო ეს არის კვების ობიექტი, რომელიც მდებარეობს შანიძეზე და ჩემი ინფორმაციით სწორედ აქ დაიწყო ამ მიმდებარე ტერიტორიაზე საქმის გარჩევა, როგორც ადმინისტრაცია ჩვენთან საუბარში ყვება, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები სამართალდამცველებს ამ ობიექტისგან არ ამოუღია. სავარაუდოდ ტრაექტორია საით გაიქცა უშუალოდ დამნაშავე. ვინ იყო ეს პირი? ყველაფერი გამოჩნდება იმ ნელა ბიჭიკ, მანქანა გავატაროთ. ყველაფერი გამოჩნდება იმ სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებში, რომლებიც სავარაუდოდ უნდა ამოიღონ სამართალდამცველებმა. თუმცა, მე როგორც გითხარით ვიკა, სულ რამდენიმე წუთის წინ, 10 წუთის წინ ვესაუბრე ამ ობიექტის მენეჯერს, მან პირდაპირ ჩვენ გითხრა, რომ აი ეს კამერები ვანახოთ ხო ბიჭი, კაგერ არის, ნახე მარჯვნივ. აი ეს კამერები, რომლებზეც ახლა მე პირდაპირ ეთერში გეუბნები, ჯერჯერობით არ ამოუღიათ სამართალდამცველებს და რა საკვირველია ტრაექტორია, ვინ იყო, როგორ იყო, რამდენჯერ გაისროლა და გასროლილი მანქანებს კი ხედავთ აგერ, ჩაცხრილულ მანქანებს.
აი ამ ტერიტორიაზე ამ კამერების თვალთახედვის არეალში გამოჩნდება ყველაფერი. თანთა ჩვენ ჩვენ მე როგორც ხვდები და როგორც ვცელდება ინფორმაცია, ეს არის დაუდასტურებელი, მანქანებში არის ხდნენ დაჭრილები, ისინი გამვლელები იყვნენ, ხოლო თავდამსხმელები კაფედან გამოვიდნენ. ასეთი ინფორმაცია ვცელდება ყოველ შემთხვევაში. თუ შეგიძლია დამატებითი დეტალები გითხრა ამასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, აი როგორც გითხარით, მოხდა ინციდენტი დაიწყო ამ კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემდეგ ორ ახალგაზრდას გაეკიდა მამაკაცი, თუ რამდენიმე მამაკაცი ეს დაუდგენელია, ყოველ შემთხვევაში ერთი ქალბატონი ჩვენ გვესწრის ინფორმაციას, რომ ერთი ადამიანი ისროდაო, ჯერჯერობით გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენი დაედევნა ორ ახალგაზრდას. კი ბატონო, ისინი მირბოდნენ ქვემოთ შანიძის ქუჩის დასაწყისისკენ, რა დროსაც მოხდა ცეცხლსროლი იარაღით გასროლა. სწორედ ამაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ ამ მანქანებში არავინ არ ისხდა, ხო? შესაბამისად, ანუ ის ადამიანები, რომლებიც მირბოდნენ, ანუ ღია ცეცხლი მათი მისამართით გაიხსნა და ანუ ქალბატონი, რომელზეც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც იყო თვითმხილველი, გამვლელი, შემთხვევითი პირი, ანუ არ იყო დაპირისპირებული მხარე, ეს ქალბატონის არის დაჭრილი. ჩვენი ინფორმაციით კიდევ ერთხელ დავაზუსტებ იმას, რომ ჯერჯერობით მისი ასაკი ჩვენთვის არის უცნობი, შესაბამისად არ გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, თუმცა დარწმუნებით წყაროებისგან ვიცით, რომ ეს არის ქალბატონი. კი ბატონო, მესამე პირი. შესაბამისად, როგორც გითხარით, სათვალთვალო კამერები ჯერჯერობით არ ამოუღიათ პოლიციელებს, როგორც გითხარით, კითხეთ კიდეც ადმინისტრაციას, ჯერჯერობით მსგავსი ქმედებები არ განუხორციელებია. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვერაზე მეზობლების კომენტარების მოსმენა ჩემი ინფორმაციით და დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა. სროლა დაიწყო ქუჩის ზედა მხრიდან. 10-ზე მეტი გასროლა იყო, ძალიან შევშინდი. როგორც ვიცი, დაჭრილები არიან და ისინი გადაყვანილები არიან საავადმყოფოში. რამდენი გასროლის ხმა იყო? 10-ზე მეტი იყო რა. 10-ზე მეტი. მანამდე ჩხუბი იყო? დიახ, ვიკა, ესეთი ვითარება არის შანიძის ქუჩაზე. თანთა თუ ვიცით როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა დაჭრილების და როგორც ვიცი ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები, ამის შესახებ რა შეგიძლია რო გითხრა? ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი დაჭრილები. ხეჩინაშვილის კლინიკის ერთ-ერთ წარმომადგენელს ცოტა ხნის წინ ვიკა ვესაუბრე. ის შეგვყვირდა, რომ ინფორმაციას დაგვიზუსტებდა და დეტალურად მოგვაწვდიდა ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციას, როგორც ვიცი, პირველადი კვლევები მათ უკვე ჩაუტარდათ და თუ ადგილზე გახდებოდა გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება, რა თქმა უნდა, ქირურგიულად უკვე ემერჯენსის ჯგუფი მიიღებდა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა ჩაერეოდა. როგორც გითხარით, თვითმხილველები აქ ჩვენთან საუბარში იმასაც ამბობენ, რომ პირველადი დახმარება მათ ადგილზე მოსულებმა ამ ახალგაზრდებს თავად აღმოუჩინეს. ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. გონება ჰქონდა, შეიძლება ითქვას, დაკარგული. დღეს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მოვიდოდა და ყოველ შემთხვევაში ესეთი არის ახლა ვითარება. ვიკა, როგორც ხედავ, შანიძის ქუჩა არის გადაკეტილი. კვამინდებურად აქ ადგილზე მოდიან სამართალდამცველები და გრძელდება საგამოძიებო. მადლობა, თანთა.